საქართველოს ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარსდგა. საქართველოს სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა რამდენიმე ქართული ავტორის ნაწარმოებების საჯარო კითხვა, პროექტებისა და წიგნების პრეზენტაციებიც. ქართულ დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტთან და სტუმარი ქვეყნის სტატუსის პროგრამის ხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას. საქართველოს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე უკვე მესამე წელია მონაწილეობს. ერთგვარი ტრადიციაც ჩამოყალიბდა, რომ გერმანიაში საქართველოს ორ ძალიან მნიშვნელოვან წიგნის ბაზრობაზე იღებს მონაწილეობას. ეს გახლავთ ლაიფციგი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. ორივე ბაზრობა ძალიან მნიშვნელოვანია და წელსაც საქართველოს ქართული გამომცემლები, ქართული მწერლები ძალიან საინტერესო პროგრამით და ძალიან კარგი გამოცემებით წარსდგნენ გერმანელი და უცხოელი მკითხველის და დამთვალიერებლის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა ინტერესია ევროპაში ქართული კულტურისადმი. უცნობი ქართული კულტურისადმი, იმიტომ რომ თქვენ როგორც ნახეთ, დარბაზი იყო სავსე, იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ლამაზად ჩატარდა ყველაფერი. თეატრებმა წარმოგვიდგინა მსახიობები, ნაწილი უკვე ეს იმ მსახიობები არიან, რომლებიც ამ სპექტაკლში დაკავდებიან და ფაქტობრივად იყო ძალიან ინტერაქტიული, ძალიან საინტერესოდ მოხდა ამ ყველაფრის პრეზენტირება.